ქალაქ თბილისს და ასევე სხვა ქალაქებს იგივე სულ ახალი რო ვთქვათ მაგალითად სოფლიოს 20-მდელთა რაგბის პირველობა იგივე სუპერთასი ფეხბურთში ჩემო ბატონო ასევე 2029-ში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება უკვე ხელი მოეწერა ამ ამბავს და კიდევ მრავალი სპორტსმენები არიან წარმოდგენილი როგორც ახალგაზრდა ასევე გამოცდილი ტიტულებით დახუზული სპორტსმენები და აი ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პირველი დაპირისპირება UFC-ს ვარსკვლავი არმან სარუკიანი პირველ შეხვედრას სოლეთის გამართავს ამბიციური სპორტსმენია არ მალავს თავის წადილს გამარჯვებებში სხვადასხვა ვერსიით აიღო და გადაიყვანა ორი ქულა გარემ აქვე წესებით რო აუხსნათ ბატონო ირაკლი მაყურებელს თავისუფალი ჭიდაობის წესები არის განსხვავება არის ოდნავი განსხვავება შეიძლება ითქვას თუ სპორტულ თავისუფალ ჭიდაობაში ასე ვთქვათ ესე სპორტული რაღაცნაირად არის თუმცა არა შეძლო ზარუკიანმა კარგი შანსი გაუშვა ყაზახმა სპორტსმენმა იქეთ შევიდა და ახლოს არის თავად ორქულასთან თუმცა ჯერ არ დაუფიქსირებია 3 წერტილი ეხა უკვე დააფიქსირა 3 წერტილი და კიდევ უფრო გაიმყარა ზარუკიანმა მოკლედ თავისი უპირატესობა ისიც უნდა ითქვას რომ საკმაოდ იოლი მეტოქე შეახვედრეს ზარუკიანს შეხვდა GPS-ის ისევ აუღო სხვაჩორის უნდა ითქვას რომ 10 ქულიანი უპირატესობა აქაც აშკარა უპირატესობა კიდევ ერთი განსხვავება არის რომ წონით კატეგორიებში შეიძლება რომ რამოდენიმე კილოგრამით ერთ-ერთი მეტოქე იყოს უფრო მუშაობს ახლა ზარუკიანი ტაქტიკურად დაელოდა ზარუკიანი შეტევა და მოიპოვა უპირატესობა. ერთი ქულა აკლია აშკარა უპირატესობამდე. ძალიან დიდი სხვაობაა კლასში და ფიზიკურ კონდიციაში სპორტსმენებს შორის და სპორტის ამ სახეობაში ეს უკვე ნიშნავს აშკარა უპირატესობას ნიშნავს და გამარჯვებას, რომელიც ვადამდე მოიპოვა არმან სარუკიანმა. სარუკიანი იზახდა რომ იქნებაო შტოენა და ასე ვთქვათ ჩემი გვარის გაგონებაზე მაგრამ ბევრი გულშემატკივარი ჰყავსო და იმედი მაქვს რომ ისინი გადაწონიანო მაყურებლის ამ ნაწილს მაგრამ როგორც ხედავთ დიდად არ გახარებია მოსულ მაყურებელს ეს გასაგებია ერთგვარი შოუ გყავთ UFC შოუს ელემენტები სხვა შორის უნდა ითქვას რომ ეს ორგანიზაციაც ერთზოდ UFC-ს ერთგვარი ანალოგია შეიძლება ითქვას ოღონდ ჭიდაობაში აიტაცეს გულშემატკივრებმა თავისმა გულშემატკივრებმა და აბურთავებენ ასე ვთქვათ ზარუკიანს მაგრამ მას მიეცემა ალბათ ხამარზე ჭიდაობის შანსის და იქ უკვე ალბათ კორსორი მეტოქე